სალამი, მოგესალმებით. დღეს ჩვენ განვიხილავთ ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც დიდი დებატები მიდის ამერიკულ ქრისტიანულ წრეებში და ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნებაც, როცა საქმე მიდგება ესხატოლოგიაზე და მომავალ მოვლენებზე, ბიბლიურ ესხატოლოგიაზე ლაპარაკი, რა ელის სამყაროს ძალიან არასწორ, ესე ვთქვათ, დასკვნებს აკეთებენ და ძალიან დაუშვათ ზოგი შეიძლება აჩქარებდეს ამ პროცესებს, ზოგი კიდევ პირიქით ანერლებდეს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს ოქროს ხაზზე სიარული, არა მარტო პრაქტიკულ ცხოვრებაში, რომელიც უფრო რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ თეორიულად უფრო სწორი ოქროს ხაზზე რომ გაიაროს პიროვნება, ამიტომ რომ ინტერპრეტაციები ყველაზე მეტი დებატები თუ ხდება მომავალ ესხატოლოგიურ თემებზე. ქრისტეს მეორედ მოსვლაზე, ასევე იცით ძალიან ბევრმა უკვე ისრაელით ჩამოწერა, მას აღარ უტყობენ მომავალს, ძალიან ბევრი ალბათ კათოლიკეები და უმრავლესობა მართლმადიდებლობისა ამას აკეთებენ და ბუნებრივია, როდესაც შენ ესეთი შეხედულება გაქვს, ხომ? ბუნებრივია, როდესაც შენ ამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, პრაქტიკულ ცხოვრებაშიც არასწორი პოლიტიკურ არჩევანს აკეთებ, ხო, როდესაც დებატები არის ახლა იცით ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტზე, ასევე ისრაელისა და არაბეთის ან თურქეთის კონფლიქტზე და ძალიან ბევრმა აღარ იცის რომელი პოზიცია დაიჭიროს. და აი აქ ჩანს ზუსტად ერისის წარმომადგენლები, ვინც არის ინტელიგენცია, ვინც აყავთ პასტორები, იქნება თუ თეოლოგები, რომ არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ ერს, პოლიტიკოსებს, მეწარმეებს, ეს იქნება საქმოსნები და ბუნებრივია, რომ მე ხდება მთლიანად ერზეც ამ შეხედულების გავრცელებაც. და მე ყოველთვის მაინტერესებდა, იმიტომ მე არ მინდოდა დაბნეული ყოფილიყავი, ანუ ვინმეს დაებნიე, თუ დაუშვათ როგორი ურთიერთობა მქონოდა ისრაელის სახელმწიფოსთან და ესევე ებრაელ ერთანაც. აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ხო? ესე იგი, ეს სახელმწიფო, რომელიც დღეს სახეზეა, აღარ წაერთმება და მუდმივად მარადილად შეხვდება იესოს მეორედ მოსვლას. ეს ერთი თემა და კურთხევა, რომელიც ადრეც მიხსენებია ეს, აბრაამის ეული კურთხევა, რაზეც ძალიან დიდი დებატებია, ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი, რომელიც ქრისტიანი გახდა, კირ კემრონი, ამას პირდაპირ ახსენებდა, ტაკა კარლსონი, იცით ეს გუშინ ჩვენ ჩანაწერში ვეღარ გავიხსენე, პიროვნება ისე ხშირად უსმენ ხოლმე და უცებ ხშირად ამოვარდება ხოლმე თავიდან და ვეღარ მოიტან, როცა საჭირო არის. ესე იგი, ტაკა კარლსონზე ლაპარაკი და ჩარლი კირკი საწყალი გარდაცვლილი ძალიან ხშირად ლაპარაკობდნენ ამ თემაზე. აბრაამისეული კურთხევა დაბადების მე-12 წიგნში ვის ეხება თუ არა ეს ისრაელის სახელმწიფოს, თუ მხოლოდ ერს, ეთნიკურ ერს. უნდა განვასხვაოთ, ხო, ეთნიკური ერი სახელმწიფოსაგან, განსაკუთრებით სახელმწიფო, რომელიც ამ ფორმით მიეცა სეკულარული ფორმით, ათეისტები იყვნენ მისი დამაარსებელი 1948 წელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, ესე ორი თემა, რომ განვიხილოთ და ყოველთვის მე მაინტერესებდა და ეს მარტო ჯონ მაკარტურის აზრი არ არის, მაგრამ ჯონ მაკარტური არ გადაყალიბებს ამას, აი ნათლად აყალიბებს ამას ბიბლიურ მუხლებზე დაყრდნობით და მე მოგაწვით რამოდენიმე ამ მოსაზრებას, ამ შეხედულებას ბიბლიურ მუხლებზე დაყრდნობით, რომელიც ჯონ მაკარტურმა გააკეთა და მე მოვიძიე სხვა თეოლოგებიც, რომლებიც იზიარებენ ზუსტად ამას. ესე იგი, პირველი მე მაინტერესებს, ესე იგი, ეს კურთხევა ეხება ებრაელ ერს, თუ ებრაელ სახელმწიფოზეც უნდა გავავრცელოთ და ჩვენ თვალ დახუჭული უნდა დაუჭიროთ ხარი ყველაფერს, რასაც აკეთებს თუნდაც ბენიამინ ნათანიაჰუ, ხო? და ასევე ეხება იმას, რომ ეს სახელმწიფო აი ამ ფორმით შენარჩუნდება თუ არა და აქვს თუ არა გარანტია ბიბლიურად და კურთხევაში შედის თუ არა და ბოლომდე შეხვდება თუ არა იესოს მეორედ მოსვლას. და 1000 წლებში ესე შევა ამ ფორმით. აი ეს ორი საკითხი, რომელიც მე მოვიძიე, რომ და ხელოვნურმა ინტელექტმა კარგად დამილაგა, როგორც Google-ის ხელოვნურმა ინტელექტმა, ასევე ChatGPT-მ. და მე ორივე შემოგთავაზებთ თუ დაიჭერთ კიდევ რამე განსხვავებას, მაგრამ
ძალიან კარგად იყო დაალაგებული და წყაროებსაც მიგითითებთ, ვისაც უფრო დაწვრილებით გინდა თვითონ მე ეხლა ხან გავაზიარე, როცა მოვიძიე კითხვა და პასუხებში მახსოვდა ჯონ მაკარტურის პასუხი ერთ-ერთ კითხვაზე და ასევე ბევრი სერიალებშიც, რომელსაც მე შეხება მქონდა და იქიდან ძალიან კარგად დამამახსოვდა, იმიტომ რომ მეც კარგად გარკვეული არ მქონდა ეს ორი საკითხი. აი კარგად ჩამოყალიბებულ და არ მქონდა და ამიტომაც მე გთავაზობთ ახლა თქვენ ამ შეხედულებას ამას და თქვენზე მომინდიოთ, თქვენ თვითონაც გამოიკულიეთ, თუმცა ბიბლიური მუხლებში თქვენ თვითონაც უნდა ჩაიხედოთ, რომელსაც მოგაწვით და თქვენი აზრით შეიმუშაოთ, რომელი არის უფრო სწორი შეხედულება ამ საკითხებზე. მინდა ხო გითხარით, ესე იგი ოქროს ხაზზე სიარული თეორიაში მაინც ჩვენ შეგვიძლია, ხო, აზრი რო იყოს სწორი და ბიბლიაზე დაყრდნობით. მე პრაქტიკულად ჩვენ როგორ განვახორციელებთ, როცა ჩავარდებით ამა თუ იმ სიტუაციაში, ამას კიდე ვარჯიში ჭირდება. აი როგორც ვარჯიში ჭირდება ჩვენ ლაპარაკი რო იყო ადამიანმა როგორ უნდა იმოქმედოს. ხო, ამა თუ იმ სიტუაციაში გამოიჩინოს აგრესია თუ არა ძნელი სათქმელია, ხო? კონკრეტულად, მაგრამ როგორ ვავარჯიშოთ ჩვენი თავი? თუ ჩვენ არ ჩამოვყალიბეთ თეორია, რომელზეც ყოველთვის მედიტაცია გვიწევს და ღმერთსაც ვთხოვეთ ლოცვაში, რომ ეს გაგვახორციელებინოს. როგორ გავაკეთებთ ისე? როცა არასწორი თეორია გვაქვს და არასწორი შეხედულება და იმ თავითვე აგრესიულად ვართ განწყობილი, ეს აგრესია ხო გამოჩნდება და წამოვა, ხო, ამა თუ იმ სიტუაციაში ლაპარაკი იყო, აი კახეთში რაც მოხდა გახსოვთ ქორწილზე, როდესაც გააკეთა პიროვნებმა ესა თუ ის აქციელი. ამიტომ მე მაინტერესებდა ჩემთვის თეორია როგორი შევინარჩუნო მე, რაზეც უნდა ვიმუშაო. ხო ასე არის არა ყველა სპორტში ნებისმიერ საკითხში. და აი ამ საკითხშიაც ზუსტად, როდესაც ლაპარაკი არის და ჩვენ ჩავარდებით, ხო, თუნდაც მუსლიმანურ სამყაროში, თუნდაც გვაქვს შეხება, აქაც და თქვენც გაქვთ მათ, ხო? და ძალიან დიდი გავლენაა ქართულენოვან სივრცეში, რომ ანტისემიტი გახდე. გესმით? მაგრამ ასევე დიდი გავლენა რაღაც გარკვეულ წრეებში მე ვნახე ევანგელისტურ წრეებში და პროტესტანტებში, რომ აი უტყუარად და ელოდებიან მეორედ მოსვლა ტაძარი შენდება და ესეთი აყოლილიან ფეხისხმას, რაც ხდება ამერიკაში. აი ამერიკაში ამან ძალიან დიდ ტენდენცია მიიღო, რომ ბრუნდება რაღაცა ეს ებრაული შეხედულებები, ებრაული ტერმინები, გესმით და რაღაცა მეშიახს უძახიან მესიის ნაცვლად და იეშუა და ძალიან იმას აქნეს, ძალიან ბევრი დაბნეულობაში ყავთ. და რომ არ დაგვაბნიოს ვინმე და სატანაა დამაბნეველი, ხო, ჩვენ მოდით მივაკითხოთ ბიბლიაზე ისეთ წყაროებს და ისეთ ადამიანებს, ვინც უფრო ნათლად აზროვნებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხულობს და ძალიან ბევრმა მთელი ცხოვრება მოანდომა, ხო? მაგრამ მე ყოველთვის გამოყოფთი ისეთ ბიბლიურ მასალებს, როგორც ჯონ მაკარტური და უორენ ვირსბი. აი ძალიან ეს ორი პიროვნება მე მაინც ბიბლიას კომენტარებზე როცა მიდგება საკითხი, ესენი ძალიან ძლიერები არიან. მე შეიძლება ალბათ ვერნონ მაგი, სხვაებიც რობერტ სპროლი და სხვაები მოვიშველო, მაგრამ აი ეს ორი პიროვნება ძალიან გამოკვეთილია და ნუ მეთიუ ჰენრის თუ მივაკითხავთ ძველი და რა თქმა უნდა რეფორმაციულ თეოლოგებსაც ძალიან კარგი მიგინებები აქვთ ამ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ ჯონ მაკარტური ხო მთლიანად გამოირჩევა ამ საკითხში და მე მოვიძიე, აი ნახოთ, წავიკითხოთ ახლა ეს რაც მე მოვიძიე და თქვენ თვითონ გამოიტანეთ მე დასკვნა. ამერიკულ მედიაში ტაკერ კარლსონის, ჩარლ კირკლის, კირკ კამერონის პლატფორმებზე მიმდინარე დებატები ძალიან მწვავეა, რადგან ის პირდაპირ ეხება პოლიტიკას, საგარეო დახმარებას, ესე იგი, საწავიდეს ეს ბიუჯეტი ხო ამერიკის როგორ იქნას განაწილებული და როგორ უნდა უყურებდნენ ქრისტიანები თანამედროვე გეოპოლიტიკას. ჯონ მაკარტურის პოზიცია ამ საკითხზე ძალიან მკაფიო და ის აშკარა გვათ აბრაამის ამ დანაპირებს, ხო, რაც არის აღთქმა აბრაამისეული, სულიერ ეთნიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს შორის განსხვავებას აყალიბებს. აი რასამოს მაკარტური ამ დებატების თავარ კითხვებზე. ვის ეკუთვნის აბრაამისეული კურთხევა, სახელმწიფოს თუ ერს? მაკარტურის მიხედვით აბრაამისეული აღთქმა დაბადების მე-12 თავში მიეცა აბრაამის გენეტიკურ ეთნიკურ შთამომავლობას, ანუ ებრაელ ხალხს და ერს და არა 1948 წელს შექმნილ კონკრეტულ საერო პოლიტიკურ მთავრობას. კურთხევა ხალხზეა და არა ბიუროკრატიაზე. ღვთისახთმა მიმართული ადამიანების მიმართ დღევანდელი ისრაელის სახელმწიფო არის ინსტრუმენტი, რომლითაც ღმერთმა ეს ხალხი თავის მიწაზე დააბრუნა, მაგრამ თავად პოლიტიკურ სტრუქტურას ამ მთავრობას არ გააჩნია რაიმე ავტომატური უცოდველობის ან ღვთიური იმუნიტეტის სტატუსი. ეროვნული იდენტობა ღმერთმა აღთქმა დაუდო ერს, რომელიც შენარჩუნება მაშინაც კი, თუ ეს კონკრეტული სახელმწიფოებრივი ფორმატი შეიცვლება ან დროებით დაიკარგება. და მე მოგახსენებთ ისტორიულ ნარატივსაც ამის გასამყარებლად. ეგეც მოვიძიე მე ისტორიულად რა მოხდა, როდესაც პირდაპირ კურთხევა ქონდა და პირდაპირ მითითება ქონდა ტაძრის აშენების და სახელმწიფოს ჩამოყალიბების, ხო?
მეორე ფორმა ვინც გაკურთხებს, იკურთხება, ვინც დაგწყევლის დაიწყევლება. ამერიკული კონსერვატული წრეებში ხშირად კამათობენ იმაზე, ნიშნავს თუ არა ეს მუხლი დაბადების 12-3 იმას, რომ ამერიკა ვალდებულია უპირობოდ დაუჭიროს ხარი ისრაელის სახელმწიფოს ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს. მაკარტური ამას ასე განმარტავს. ებრაელების დაცვის ვალდებულება თავის ერთ-ერთ ინტერვიუში GTY-ის პლატფორმაზე მეც მაქვს მოსმენელი და მეც გავაზიარე, მაკარტურმა პირდაპირ თქვა: "მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ ვიყოთ ებრაელების დამცველები." ლაპარაკი ებრაელების. ეს არის დაბადების მე-12 თავი. აკურთხება ა ブラ ამის თელს, იკურთხები, დააწყევლი, დაიწყევლები. ღმერთმა მთელი სოფლიო გააფრთხილა. ესენი ჩემი რჩეული ხალხია, მე მაქვს გეგმა მათთვის და ჩვენ უნდა ვიყოთ მათი დამცველები. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ურწმუნოებაში არიან, მაკარტური ქვე ამატებს, რომ ქრისტიანებმა მხარი უნდა დაუჭირონ ებრაელების ფიზიკურ გადარჩენას ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ანიშნავს მათი სულიერი მდგომარეობის მოწონებას. დღეს ისრაელი სეკულარული და კურთხევის გარეშეა, რადგან მათ ჯერ კიდევ არ იწამეს იესო. მესამე, სულიერი კურთხევა ეკლესიას, ფიზიკურ ისრაელს. მაკარტური აკეთებს მნიშვნელოვან თეოლოგიურ დაყოფას, რაც ხსნის ამერიკულ დებატებს. სულიერი შთამომავლობა გალატელთა 3:29 საფუძველზე, თუ ქრისტესნი ხართ, მაშ ა ブラ ამის თესლი ხართ. მაკარტური ასწავლის, რომ ა ブラ ამისეული აღთქმის სულიერი კურთხევა ხსნა, მადლი, ცოდვების მიტევება დღეს ეკუთვნის ყველას, ვისაც სწამს იესო ქრისტესი, როგორც წარმართებს, არა ებრაელებს, ისე ებრაელებს. მიწისა და ერის კურთხევა, თუმცა ა ブラ ამის აღთქმის გეოგრაფიული და ეროვნული ნაწილი, კონკრეტული მიწის ფლობა და ფიზიკური ერის მარადიული არსებობა ექსკლუზიურად ეთნიკურ ებრაელებს ეკუთვნით და ღმერთი ამ დაპირებას მათ მომავალში 1000-წლოვან სამეფოში შეასრულებს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, მაკარტური არ იზიარებს იმ რადიკალურ ლიბერალურ თუ ნაციონალისტურ ხედვებს, რომ თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს კრიტიკა საერთოდ არ შეიძლება, მაგრამ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება იდეას, თითქოს ღმერთმა ებრაელი მიატოვა. მისი აზრით ა ブラ ამის კურთხევა ებრაელ ხალხზეა. ნახეთ, ებრაელ ხალხზეა მიცემული. ეხლა ჯონ მაკარტური ასწავლის, რომ 1948 წელს შექმნილი თანამედროვე სახელმწიფო მხოლოდ სეკულარული საერო გეოპოლიტიკური ერთეულია, რომელიც შეიძლება განადგურდეს ამ ტერმებმა დაიპყრონ. თუმცა ეთნიკურ ებრაელ ხალხს ღმერთი ზებუნებრივად დაიცავს და შემოინახავს ქრისტეს მეორედ მოსვლამდე 1000-წლოვან სამეფომდე. მისი არგუმენტაცია რამდენიმე კონკრეტულ პუნქტად იყოფა. 1948 წლის სახელმწიფო საეროა და საფრთხის წინაშე დგას. არანაირი ღვთიური დაცვა პოლიტიკისათვის. მაკარტური განმარტავს, რომ დღევანდელი პოლიტიკური მთავრობა ჯერ კიდევ არ არის ძველ აღთქმაში აღთქმული სულიერი სამეფოს აღსრულება. გეოპოლიტიკური დაკარგვის საფრთხე, ვინაიდან თანამედროვე ისრაელი სეკულარულ ურწმუნო მდგომარეობაში არსებობს, რადგან ისინი უარყოფენ იესოს, როგორც მესიას. ფიზიკური ქვეყანა და მისი საზღვრები მოწყვლადია ომებისა და პოლიტიკური კოლაფსის მიმართ. მეორე, ეთნიკური ებრაელი ხალხის შენარჩუნება. დაცული, მაგრამ კურთხევის გარეშე. როგორც მაკარტური თავის მათეს სახარების კომენტარებში წერს, დღევანდელი ებრაელი ხალხი არის დაცული, მაგრამ კურთხევის გარეშე. მათ არ აქვთ ღვთის სულიერი კურთხევა ახლა, რადგან უარყოფენ ქრისტეს, თუმცა ღმერთი მათ სასწაულებრივად იცავს გადაშენებისაგან, რათა მომავალში აღასრულოს თავის დაპირებები. უწყვეტი ხაზი, მაშინაც კი თუ ისინი დაკარგავენ თავიანთ სუვერენულ სახელმწიფოს, ან ისევე განიბნევიან ისრაელის ეთნიკური ხაზი, ვერ განადგურდება ვერანაირი მსოფლიო ძალისა თუ ანტისემიტური მოძრაობის მიერ. მესამე, ქრონოლოგია 1000-წლოვან სამეფომდე. მეორედ მოსვლა დიდი გასაჭირის დიდი ურვა ბოლოს ქრისტე დაბრუნდება. მაკარტური ასწავლის, რომ სწორედ ამ მომენტში და არა 1948 წელს ებრაელი ხალხი იხილავს იესოს, მოინანიებს და მოხდება დიდი ეროვნული სულიერი გამოღვიძება. 1000-წლოვანი სამეფო მილენიუმი. მათი გამოსყიდვის შემდეგ ქრისტე დაამყარებს თავის რეალურ 1000-წლოვან სამეფოს აღდგენილ იერუსალიმიდან, რითაც საბოლოოდ აღსრულდება ისრაელის წინასამეტყველური ბედი. აი ეს ძირითადი ბიბლიური მუხლები, რომლებსაც ჯონ მაკარტური ყნებს თავისი ხედვის დასაბუთებლად. ეს მუხლები აჩვენებს როგორც ებრაელი ხალხის სასწაულებრივ გადარჩენას, ისე მათ მომავალ სულიერ მოქცევას ქრისტეს მეორედ მოსვლისას. პირველი, ებრაელი ხალხის მარადიული შენარჩუნება, გენეტიკური ხაზი. მაკარტური ხშირად ციტირებს ძველი აღთქმის წინასამეტყველებს, სადაც წერია, რომ ისრაელი როგორც ერი არასდროს გაქრება. იერემია 31, 35, 36. ასე ამოსუფალი, რომელიც იძლევა მზეს დღის სინათლედ. თუ შეწყდება ეს წესები ჩემს წინაშე ამოსუფალი, მაშინ ისრაელის მოდგმაც შეწყვეტს ჩემს წინაშე ხალხად ყოფნას უკუნისამდე. მაკარტურის განმარტება, სანამ სამყაროში მზე და მთვარე არსებობს, ღმერთი არ დაუშვებს ებრაელი ერის სრულ გაქრობას. მეორე, ეროვნული სინანული და ქრისტეს აღიარება. ეს არის ცენტრალური მომენტი, რომელიც მაკარტურის თქმით მოხდება არა 1948 წელს, არამედ ქრისტეს მეორედ მოსვლისას. ზაქარია 12:10 გადმოუღრიხ დავითის სახლზე და იერუსალიმის მკვიდრებზე მადლისა და ვედრების სულს და შემომხედავენ მე, რომელიც განგმირეს.
იგლოვებენ მასზე, როგორც დედის ერთაზე გლოვობენ. მაკარტურის განმარტება, ის ვინც განგმირეს, არის იესო ქრისტე. მეორედ მოსვლისას ებრაელი ხალხი მასობრივად მიხვდება, რომ მათმა წინაპრებმა მესია ჯვარს აცვეს, მოინანიებენ და იწამებენ მას. ზაქარია 13:8 იქნება მთელ ქვეყანაში ამოსუფალი 2 წელი მოისპოვა მასში და მოკვდება, ხოლო მესამედი გადარჩება და შევიყვან ამ მესამედ ცეცხლში და ბრძმედა მათ, როგორც ვერცხლს გამოაბრძმედებენ. მაკარტურის განმარტება, დიდი გასაჭირის ტრიბულეიშენის დროს ანტიქრისტეს დევნის გამო ებრაელების 2/3 დაიღუპება, მაგრამ დარჩენილი მესამედი გადარჩენილი ნაშთი სულიერად განიწმინება შევა 1000-ლოვან სამეფოში. მესამე, მთელი ისრაელის გადარჩენა ახალ აღთქმაში. ახალ აღთქმაში პავლე მოციქული ადასტურებს, რომ ღმერთს ისრაელი არ მიუტოვებია, რომელთა 11 1-2. ამრიგად ვამბობ, ნუ თუ უარყო ღმერთთა თავისი ხალხი, არავითარ შემთხვევაში, არა და არა, თორემ მეც ხომ ისრაელიანი ვარ და არ უარყო ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ ცნო. ასევე რომელთა 11:25-26. სიბრმავე ნაწილობრივ შეემთხვევა ისრაელს, ვიდრე არ შემოვა წარმართა სისავსე. და ამგვარად მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც წერია, მოვა სიონიდან ხსნელი და განაშორებს უღვთაებას იაკობს. მაკარტურის განმარტება, დღეს ისრაელი სრულიად დაბრმავებულია, არ სწამს იესოსი, რადგან ახლა ეკლესიის და წარმართა არაებრაელთა მოქცევის დროა. მაგრამ როდესაც ეს პერიოდი დასრულდება, ღმერთი ისევ მიუბრუნდება ეთნიკურ ისრაელს და გადაარჩენს მას. დიახ, ჯონ მაკარტურის შეხედულება საკმაოდ კაფეო, რადგან ის დისპენსაციონალისტურ, პრემილინისტურ ესხატოლოგიას მისდევს. ვიმეორებ, დისპენსაციონალისტური და პრემილენიარისტული. ესე იგი, არ მომხდარა ჯერ, მისი აზრით 1948 წელს ისრაელის სახელმწიფო აღდგენა მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა განვასხვაოთ 1948 წლის პოლიტიკური სახელმწიფო და ბიბლიური საბოლოო აღდგენა. ის ჯონ მაკარტური პირდაპირ ამბობს, რომ ღმერთს ისრაელთა საქმე არ დაუმთავრებია. ჯერ კიდევ 1980 წელს მან დაწერა, რომ ბიბლია ადასტურებს ისრაელის მომავალს. რას ნიშნავს 1948 წელი მაკარტურისთვის? მაკარტური ანაუნს, რომ 1948 წელს ისრაელი უკვე სრულიად შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველების მდგომარეობაში შევიდა. მისი აზრით 1948 წლის მოვლენას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ღმერთის ისტორიულ გეგმაში, რადგან ებრაელი ხალხი კვლავ აღმოჩნდა საკუთარ მიწაზე და შეიქმნა სახელმწიფო. ეს ასაულია, მაგრამ მთავარი ჯერ მომავალშია. ეს ყველაფერი პროვიდენციით იმართება. მაკარტურის მიხედვით საბოლოო აღდგენა მოიცავს ისრაელის ფიზიკურ დაბრუნებას მიწაზე, ისრაელის სულიერ მოქცევას, იესო ქრისტეს როგორც მესიის აღიარებას, ქრისტეს მეორედ მოსვლას და შემდეგ 1000 წლიან მესიანურ სამეფოს. ამიტომ თქვენი კითხვა ძალიან საინტერესო 1948 წლის სახელმწიფო დარჩება მეორედ მოსვლამდე თუ არა. აქ პასუხი უფრო ფრთხილია. მაკარტურის შეხედულებით დღევანდელი ისრაელის სახელმწიფო არ არის საბოლოო ფორმა, რომელიც აუცილებლად ზუსტად იგივე პოლიტიკური სახით იარსებებს მეორედ მოსვლამდე. უფრო სწორად, ღმერთი ისტორიის ბოლოს ისრაელს როგორც ერთს საბოლოოდ აღადგენს. ანუ 1948 წლის სახელმწიფო დროებითი და ისტორიული აღდგენა დიდი გასაჭირი მოდის ქრისტეს მეორედ მოსვლა, ისრაელის სულიერ მოქცევა და საბოლოო აღდგენა. ქრისტეს 1000 წლიანი სამეფო. ეს არის მაკარტისეული დისპენსაციონალისტური სქემა, მისი განმარტებით ქრისტეს 1000 წლიან მეფობაში ისრაელი უკვე გარდაქმნილი, გადარჩენილი და აღდგენილი ერი იქნება. ანუ ღმერთი ისრაელს მხოლოდ აკურთხებს, რომ 1000 წელს შეხვდეს. მაკარტურის აზრით ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ კურთხევა. მისი აზრით ღმერთი შეასრულებს ისრაელის მიმართ დიდებულ აღთქმებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც აგიკითხეთ, რომელთა წერილი. ეს უკვე ChatGPT-ის მიერ მოწოდებული განმარტებები, რაც Google-მაც დაგვიდასტურა. ესე იგი, ორი ვარიანტიდან მაკარტურის პოზიცია უფრო სწორად ასე ჩამოვაყალიბებდიო, ამბობს ხელოვნური ინტელექტი. 1948 წელს ისრაელი აუცილებლად ზუსტად ამ პოლიტიკური ფორმით იარსებს და მეორედ ესე იგი არიზიარებს მაკარტური, რომ 1948 წლის ისრაელი აუცილებლად ზუსტად ამ პოლიტიკური ფორმით იარსებებს მეორედ მოსვლამდე. და ასევე ღმერთმა ისრაელი დროებით აკურთხა, რათა 1000 წლიან სამეფომდე მიაღწიოს. ესეც არ არის სწორი. არამედ ღმერთს აქვს ისრაელისთვის მომავალი ისტორიული სულიერი აღდგენა. 1948 წლის სახელმწიფო ამ საბოლოო გეგმის მნიშვნელოვანი ისტორიული წინაპირობა, ხოლო სრული აღდგენა მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით, როდესაც ისრაელის დარჩენილი ნაწილი ქრისტეს ირწმუნს და მესიის 1000 წლიან სამეფოში შევა. ეს გარკვეული რეპეტიცია ამბობს ჯონ მაკარტური და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ არა ის, რაც მას წინელდება. ასევე საინტერესოა ისტორიული, როგორც მოგაწოდეთ, ისტორიული, რო გადავხედოთ ისტორიაში.
ღმერთმა მართლაც დაუშვა ტაძრის განადგურება, ჩვენ გვახსოვს ხო სოლომონის ტაძარი. სოლომონის ტაძარი ღმერთის მითითებით დაშენდა, მაგრამ ეს ანიშნავდა, რომ მის შენობა ან იუდას სახელმწიფო პოლიტიკურად ხელშეუხებელი იქნებოდა. წინასწარმეტყველი პირდაპირ აფრთხილებდნენ ისრაელს, ნუ ენდობით მატყუარა სიტყვებს, ეს არის უფლის ტაძარი, გახსოვთ ერემია 7:4. შემდეგ იერუსალიმი და ტაძარი ბაბილონებმა დაანგრიეს. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია, ღვთისგან მოცემული, რამ ადამიანის მიერ გამოყენებული, რამ ავტომატურად სამუდამოდ რომ იყოს დაცული. ბაბილონის ტყვეობა კიდევ უფრო ძლიერი მაგალითია. ღმერთმა აბრაამს აღუთქვა შთამომავლობა, მიწა კურთხევა, მაგრამ ამის მიუხედავად ისრაელის სახელმწიფო პოლიტიკური დამოკიდებულება დაინგრა. და ეს საქართველოშიც ძალიან ყურადსაღებია, ხო? ეხლა ჩვენ რასაც ვიხილავთ, ხო? საქართველოშიც როგორ გაისმის, აი ეს არის ღვთისმშობლის კურთხეული ქვეყანა, ჩვენ არაფერი არ მოგვივა, 100,000 მოწამის ქვეყანა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ წარმოიდგინეთ, ეს საერთოდ ფანტაზიებია, მაგრამ ჩვენ ვიცით ისრაელის ისტორია, როგორ იქონდა ისტორია. ამიტომ თუ დაინგრა რომის მიერ, ასევე ბაბილონელების მიერ, რატომ გონიათ, რომ 1948 წლის სახელმწიფო, არა, მე არ ვამბობ, რომ შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ ისიც რომ არ მოხდება, ესეც არასწორი გაგება არის, ხო? იუდეველები ბაბილონში გადაასახლეს. ღმერთმა არ გააუქმა თავისი აღთქმა აბრაამთან, მაგრამ დროებით გააუქმა დაანგრია კონკრეტული პოლიტიკური სახელმწიფო და გადაასახლა ხალხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება იმ კითხვისათვის ჩვენ რაც დავსვით ზემოთ. რომაელებთანაც გავსი რა მოხდა. ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს რომაელებმა იერუსალიმი და მეორე ტაძარი გაანადგურეს. ჰეროდეს ტაძარი გახსოვთ ხომ იესოს დროს როცა ალაპარაკდა, ამაზე თვითონ იესოც წინასწარმეტყველებს მათეს სახარების 24 და 25 თავებში. იესო თავადი წინასწარმეტყველება ქვაზე არ დარჩება, რომელიც არ დაინგრევა, მათეს 24:2 და ასეც მოხდა. შემდეგ ებრაელი ხალხის დიდი ნაწილი კვლავ გაიფანტა. მაგრამ აქაც ისრაელის სახელმწიფოს ტაძრის განადგურება არ ნიშნავდა, რომ ღმერთმა აბრაამის აღთქმა გააუქმა. ანუ ერი არ მიუტოვებია ღმერთს. ამიტომ არგუმენტი რომ 1948 წლის სახელმწიფოზეც ლოგიკურად შეიძლება გავცელდეთ ხო და თუ ვიტყვით 1948 წელს ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა და ამიტომ ღმერთი მას აუცილებლად დაიცავს ყოველგვარი პოლიტიკური განადგურებისაგან, ხო? ეს არა. ამის დასამტკიცებლად ბიბლიაში პირდაპირ მუხლი არ აგვაქვს ჩვენ. ბიბლია არ ამბობს, რომ 1948 წელს შექმნილი პოლიტიკური სახელმწიფო არასოდეს დაინგრევა. და ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, ამიტომ სრულიად შესაძლებელია თეოლოგიურად ითქვას, 1948 წლის ისრაელის სახელმწიფო შეიძლება დაემხოს, მაგრამ ღმერთის აღთქმა ისრაელის ერის მიმართ მაინც შესრულდეს. სწორედ აქ არის განსხვავება მაკარტურსა და იმ ოპონენტებს შორის, რომლებიც სხვანაირად ამტკიცებენ. მაკარტური იტყოდა დაახლოებით ესე: დღევანდელი ისრაელი, ესე იგი, ამასელის მომავალი დიდი გასაჭერი უნდა გაიაროს, ქრისტეს მეორედ მოსვლა წინ უძღვის, ისრაელის ეროვნული მოქცევა მოხდება და მესიანური სახელმწიფო სამეფო ყალიბდება. მაგრამ ეს არ არის აუცილებელი მის თქმა, რომ დღევანდელი სახელმწიფო ზუსტად იგივე პოლიტიკური სტრუქტურით უნდა არსებობდეს ამ ეტაპებზე და არ შეიძლება რომ წაერთვას. მაკარტურისათვის თავარი არის ისრაელის ერი და არა ისრაელის სახელმწიფოს თანამედროვე პოლიტიკური ინსტიტუტები. აქ კიდევ უფრო საინტერესო ბიბლიური მაგალითია. დავითს ღმერთმა აღუთქვა, შენი სახლი და შენი სამეფო სამუდამოდ იქნება შენ წინაშე. მეორე სამუელი, ანუ მეორე მეფეთა 7:16. მაგრამ შემდეგ დავითის სამეფო ჩვენ ვიცით რომ დაიშალა. იუდა დაიპყრეს, ისრაელიც ჩრდილო სამეფოც დაიკარგა, მეფეთა დინასტია პრაქტიკულად შეწყდა, ერი გადასახლებაში წავიდა. მაშინ როგორ შესულა ღვთის დაპირება? ქრისტიანული პასუხი ასეთია: დაპირების საბოლოო შესრულება მოვიდა იესო ქრისტეში, დავითის ძეში. ანუ პოლიტიკურ სამეფოს დროებითი დაცემა არ ნიშნავდა ღვთის აღთქმის ჩავარდნას. ამიტომ იდეა შეიძლება ესე ჩამოვამაყალიბოთ. 1948 წლის სახელმწიფო ღმერთის თელი აღთქმა ისრაელთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულაა. შესაძლებელია 1948 წლის სახელმწიფო დაიბადა ისტორიულად, შეიძლება გადარჩეს ან დაეცეს. შეიძლება საერთოდ შეიცვალოს პოლიტიკური ფორმა, მაგრამ ღმერთის აღთქმა ისრაელთან არ გაუქმდება. ქრისტეს მოსვლისას მოხდება ისრაელის საბოლოო სულიერი აღდგენა. ეს პოზიცია განსაკუთრებით კარგად ხსნის აი ჩვენს მიერ მოყვანილ ისტორიულ მაგალითებს. მაგრამ ერთი სერიოზული საწინააღმდეგო არგუმენტიც არსებობს. დისპენსაციონალისტი გეტყოდათ. დიახ, ტაძარი და ძველი სახელმწიფო დაინგრა, მაგრამ წინასწარმეტყველებში ბოლო ჟამის ისრაელის დაბრუნება უკვე განსაკუთრებულად არის აღწერილი და ისინი მიუთითებენ ეზეკიელის 26-27-ზე ისრაელის შეკრება და აღდგენა, ზაქარია 12-14 იერუსალიმის ბოლო ჟამს და რომაელების 11 თავი 25-29 მთელი ისრაელი გადარჩება და გამოცხადება 20 ქრისტეს 1000-ლიანი მეფობა. დღევანდელი ისრაელის არსებობა შეიძლება იყოს იმ საბოლოო აღდგენისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ეტაპი.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თანამედროვე სახელმწიფოს ყოველი პოლიტიკური მოქმედება ღმერთის მიერ არის მოწონებული. ბიბლია არ გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ 1948 წელს შექმნილი ისრაელის პოლიტიკური სახელმწიფო ზეციურად ხელშეუხებელია, მაგრამ ბიბლია გვაძლევს საფუძველს განსაკუთრებით რომაელთა მე-11-ზე მიხედვით და მაკარტურის ინტერპრეტაციით. ვილაპარაკოთ ისრაელის ერის მომავალ ღვთისეულ აღდგენაზე. ამიტომ სრულიად შესაძლოა ორი წინადადება ერთად იყოს ჭეშმარიტი. 1948 წლის ისრაელის სახელმწიფო შეიძლება დაემხოს და ღმერთი საბოლოოდ არ დაარღვეს თავის აღთქმას ისრაელთან. ეს ერთმანეთის წინააღმდეგი არ არის. აი ესეთი უბრალოდ მოკლე ის მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის, რათა კიდევ კარგად დაფიქრდეთ ამაზე და პრაქტიკულად მე საქართველოსაც მით უმეტეს გავალოთ პარალელები, რომ თუ ღმერთმა არ დაინდო თავისი რჩეული ერი, იმიტომ რომ მისი მიზანი ის კი არ იყო, რომ ეს ერი განდიდებულიყო და ეს ერი ყოფილიყო დაუშვათ მისაბაძი მაგალითი. არამედ იქ უნდა მოსულიყო მესია. მესია უკვე მოვიდა, მაგრამ ეს ანიშნავს ასევე, რომ ღმერთმა საერთოდ გვერდზე გაწია ისრაელის ერი. აი ამას რომ კარგად დაალაგებს და ვინც დაალაგა ეს, ნახეთ სახელმწიფოსაც ეტყობა. აი გუშინდელი ჩანაწერის რო ვილაპარაკეთ, როგორ გაუფართოვა განსაკუთრებით ბრიტანელებს ღმერთმა ის კარავი, რომელიც თელ სოფლიოს მოიცავს, რათა აი ეს გეგმა, ეს იმიტომ რომ მარტო ბიზნეს და მაკდონალდს კი არ ავრცელებდნენ ეს ხალხი, ხო, ან ამერიკა. მასთან ერთად ავრცელებდნენ ღვთის სიტყვასაც, რომ აი ეს მისულიყო. აი ესე მოვიდა თუნდაც ჯონ მაკარტურის სიტყვა თქვენს ყურამდე, ხო? აი ესაც არის დამსახურება, რომ ღმერთმა გაუფართოვა ესეთ ხალხს და ჩვენი ახლა ქართული, ხო, ჯერჯერობით არსად არ არის მიღებული ეს მართლმადიდებლობა. კი გაუშვეს ღვთლები, მაგრამ კრეფავენ ასაკრეფებს. ახლა ეს საბა რომ არის ამერიკაში, არ ვიცი, ზოგჯერ შეხვდება ხოლმე, ხო, მისი ლაპარაკი და რა თქმა უნდა მოხიბლული არის და აკრიტიკებს საქართველოს შეხვდება, მაგრამ მის იმას ვინ უსმენს, ხო, არავინ. არავინ არ აზიარებს მაგის იმას. პირიქით, იწყება მკვდარი რელიგიის მოსულიერება. ეს მოხდა, ხო? შიო მუჯირის მოსვლით. და ყველა ჯერზე აკრიტიკა ახლა დადის აქეთ იქი და ხალხს ამხნევებს და აბა ჩვენი პატრიარქი, მაგრამ ხედავთ პრაქტიკულ ცხოვრებაში ერი როგორ იკარგება და რა ხდება. ამის პარალელზე სასონხეთში ნახეთ რაც ცვლილებებს აქვს ადგილი, ხო? ვინ წარმოიდგენა ამას, რომ თვითონ პატრიარქს დაუძახებდნენ სასამართლო პროცესებზე. ნახეთ ეს მაინც წინ გადადგმულია. რატომ? კიდევ ერთხელ გითხარით, რომ ვერნონ მაგის ქადაგებები იყო, ძალიან ბევრი პროტესტანტი სომეხი შეხვდა კალამიცევთანაც მაკარტურთან, ფაქტებს გეუბნებით მე. და ეს ხო ხალხი მიიტანდა უკვე მათ დიასპორა დიდი ხანი არსებობს და ის არ არის ერთი ჯვარი დაწერილი ერთ რაღაცა იმაზე რა ქვია გრიგორიანულ ეკლესიაზე არ აქვთ მათ და ეს ხო ხალხს მიდის ყურამდე და უბრალო ჟურნალისტი აი უბრალო ფაშინიანი გამოარჩია და ჯერჯერობით არ არის ხო კორუმპირებული ადამიანი და ღმერთი გარკვეულ იმებს აკეთებინებს გარკვეულ ძურები გადადგა და ასევე დიპლომატიასაც ინარჩუნებს რუსეთთან ისე რომ არ გააღიზოს რამდენად წარმარტებული იქნება ეს ღმერთმა იცის მაგრამ ის რაც ხდება ეს ცვლილებები რომ ჩამოართვა იმ მილიარდელს და სახელმწიფოს გადაცა ის ქონება ეს უკვე ძალიან კარგი დასაწყისი არის აი ეს მინდოდა თქვენთვის გამეზიარება მადლობა მოსმენისათვის